დამეთანხმებით ყველას აქვს რაღაც საიდუმლო, თუმცა მსოფლიოში ზოგიერთი ადგილი იმდენად დაცული და გასაიდუმლოებულია, რომ ახლოსაც ვერ გაივლი. შიგნით მოხვედრაზე კი საუბარი ზედმეტია. დღევანდელ ვიდეოში ნახავთ თუ რატომ იცავენ მცენარეების თესლს მკაცრად, ან რა არის ამ ხროლში ისეთი, რომ იქ ათობით შეიარაღებული მცველი დგას 24/7-ზე. მოკალათი კომფორტულად და უყურე ვიდეოს თავიდან ბოლომდე. აკრძალული ზონა. Როგორ შეიძლება ვისაუბროთ დაცულ ადგილებზე ისე რომ ზონა 51 არ ვახსენოთ. აქ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ზონა 51 ყველაზე ცნობილი საიდუმლოა. რა პარადოქსია. საიდუმლოა და თან ყველაზე ცნობილი, მაგრამ სინამდვილეში რა ვიცით ჩვენ მასზე. ყველაზე მეტად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ნებისმიერ წაიკითხავს ინტერნეტში, ეს არის ნევადის უდაბნოში ლას-ვეგასიდან 150 კილომეტრში უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ეკლიანი მავთულით არის შემოსაზღვრული და მკაცრადაა დაცული. ეს გასაიდუმლოებული ადგილი ზონა 51 ნევადის შტატის უდაბნოში მთის ხეობაში მდებარეობს. მისკენ მიმოვალ უკაცრიელ გზაზე თითქმის 100 კილომეტრის გაყოლებაზე არც დასახლებული პუნქტია და არც საგზაო მაჩვენებელი. უზარმაზარი გამაფრთხილებელი ნიშნები აკრძალული ზონა მხოლოდ ბაზის სიახლოვეს ჩნდება. ოდესღაც ამ ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავებს ცდიდნენ, თუმცა ამ ფაქტს არ გაუღვევია მოსახლეობაში ამხელა ინტერესი. 1999 წელს მეცნიერი ნიკ ბობი ლაზარი მუშაობდა ამ ტერიტორიაზე და ამბობდა, რომ დამსხვრეულ ხომალდს შეისწავლიდა, რომელიც უცხოპლანეტელებს ეკუთვნოდა. დღემდე არაერთ თეორიას უარსებია ამ ადგილის შესახებ. ადამიანები 1000 რამეს წერდნენ. სოციალურ ქსელებში მსგავსი სისულელეები მარტივად ვრცელდება, თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად აქ დაცვითი სისტემა გვაინტერესებს. როგორც ცნობილი, ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა მოძრაობის დეტექტორსა და ფარულ ვიდეო კამერას ხვდებით. ზონა 51 ცოტა ხნის წინ რუკაზეც არ იყო აღნიშნული. არ მოიხსენიებოდა ცნობარში, მის თავზე კი არასდროს დაფრინავდნენ სამოქალაქო თვითმფრინავები. დღესაც კი ნებისმიერს, ვინც ტერიტორიაზე ცდილობს შეღწევას, შეიარაღებული პატრული ობიექტთან მისასვლელ გზაზევე აკავებს. მათ კი ვინც მაინც ახერხებს მავთულ ხლარტებში გაძრომას, გაუფრთხილებლად ესვრიან. მართალია ცნობის მოყვარეთა დაღუპვის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ როგორც ამბობენ, ძალიან ბევრს მოუხდა სამხედრო წესების დარღვევისთვის დაახლოებით $600 ჯარიმის გადახდა. ზონა 51-ის გასაიდუმლოება მისადმი ინტერესს მოსახლეობაში ბევრად უფრო მეტად ზრდის. ამას ემატება დუმილიც, რასაც ხელისუფლება ირჩევს. მტკიცებულობა ზონა 51-ის შესახებ 1955 წელსაც გავრცელდა, თუმცა ერთი რამ ფაქტია. საუბრები უცხოპლანეტელებზე ეს ერთგვარი იაფასიანი ხრიკია ყურადღების გადასატანად. იქ ალბათ რაღაც უფრო სერიოზული ხდება. ბნელი ციხე. ციხე როგორც წესი დაცული უნდა იყოს, თუმცა როდესაც საუბრობთ ციხეზე სახელად AD Explorer-ზე, რომელიც კოლორადოშია, საქმე გაცილებით რთულადაა. ამ ციხეს ტყუილად არ უწოდებენ ბნელ ციხეს. აქ პატიმრებს შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ გაგებით უწევთ მთელი ცხოვრების სიბნელეში გატარება. ციხე 1993 წელს გაიხსნა და მასში მხოლოდ 490 პატიმრის ადგილია. ამ ადგილზე მსოფლიოში ყველაზე საშიშ დამნაშავეებს აგზავნიან. ტერორისტების სერიული მკვლელები და ასე შემდეგ. AD Explorer-ი ითვლება ყველაზე დაცულ ციხედ ჩვენს პლანეტაზე. ამბობენ, რომ ამ ციხიდან გაქცევა ჯერ ვერავინ შეძლო. ციხე ძალიან მკაცრი წესებით გამოირჩევა და აქ პატიმარი წესრიგის დარღვევის გამო სასტიკად ისჯება. მსჯავრდებული აქ პრაქტიკულად არ გამოდის თავისი საკნიდან, ხოლო დაპატიმრებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში მათ არ აქვთ უფლება სხვა პატიმრებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. მხოლოდ 3 წლის შემდეგ აძლევენ პატიმრებს ერთმანეთთან ურთიერთობის უფლებას, ისიც იმ შემთხვევაში თუ კი პატიმარი კარგად იქცეოდა ამ 3 წლის მანძილზე. ციხის დამპროექტებლებმა წინასწარ გათვალეს ყველაფერი. მათ ისე დააპროექტეს ციხე, რომ წინასწარ განსაზღვრეს პატიმრის გაქცევის ან ციხის თანამშრომელზე თავდასხმის რისკები. ციხეში უსაფრთხოების 6 დონე არსებობს, რომელიც სხვადასხვა უსაფრთხოების ზომებს მოიცავს. მე-6 დონე ყველაზე სასტიკი დამნაშავებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის სამარტოო საკანი. ეს გახლავთ ერთგვარი ლითონის ყუთი, რომელსაც შიგნიდანაც კი დამატებითი გისოსი აქვს. ამ საკანში არ შედის სინათლე. მას არ გააჩნია ფანჯრები. იქ მყოფმა პატიმარმა ისიც კი არ იცის თუ საიდან ამოდის მზე. აქ მინიმუმამდეა დაყვანილი ციხის თანამშრომლებზე თავდასხმის რისკი. საკანში წყალი წამზომზეა და პატიმარმა შეზღუდულ დროში უნდა მოასწროს ბანაობა და წყლის გამოყენება. ეს კი იმისთვისაა გაკეთებული, რომ პატიმარმა არ გაავსოს საკანი წყლით და სუიციდი არ ცადოს. ციხეში ყველა წერტილს სათვალთვალო კამერა უყურებს. აქ უამრავი მოძრაობის დეტექტორია. აქ პატიმრებს, რომლებიც კარგად იქცევიან, სასეირნოდ სპეციალურ ორმოში უშვებენ, რომელიც ყველა მხრიდან დაცულია შეიარაღებული ჯარისკაცებით.
ეს გახლავთ დაახლოებით 25 კვადრატული მეტრის ოთახი მიწის ქვეშ, რომლის თავზეც გისოსები და ბეტონი ისეა გაკეთებული, რომ პატიმარი მზის ხივს ვერ ხედავს. საკანში აბსოლუტურად ყველაფერი, საწოლი და სკამი თუ მაგიდა გაკეთებულია ბეტონისგან. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ პატიმარმა ვერ შეძლოს საკუთარი თავის ან მცველის დაზიანება. განგაშის ღილაკი აქ მთელ შენობას ბლოკავს. თუ კი მოხდება სასწაული და რომელიმე პატიმარი დატოვებს ამ ციხის კედლებს და გაიქცევა, ის ნამდვილად ვერ წავა შორს. სნაიპერი გუშაგები საბოლოოდ დაასრულებენ საქმეს პატიმრის ლიკვიდაციით. ესე ჩვენი საინტერესო ამბავი ყველაზე დაცული ციხის შესახებ. გინდა უფრო მეტი საინტერესო და რეალური ისტორია მოისმინო? მაშინ გთავაზობ ჩვენს კიდევ ერთ პროექტს. ეს არის Boom Story. ამ არხზე უამრავ გასაოცარ და რეალურ ისტორიას მოისმენ. გადადე ამ ვიდეოს აღწერაში მოცემულ ბმულზე და გამოიწერე Boom Story. მალე ავიდეთ პირველ 1000 გამომწერზე და ახალ ვიდეოს ყოველ დღე ნახავ ამ არხზე. დააპაუზე ეს ვიდეო, Boom Story გამოიწერე და შემდეგ უკვე გააგრძელე ისევ ყურება. მარცვლეულის ჯიშების საცავი. ახლა შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, რატომ არის ყველაზე დაცული ადგილების ჩამონათვალში მარცვლეულის საცავი? პასუხი მარტივია. შეიძლება ამ საცავზე გახდეს დამოკიდებული მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფის შემდეგ. ამ საცავში მოთავსებულია თითქმის ყველა მცენარისა და მარცვლეულის თესლი, რაც შეიძლება მომავალში კაცობრიობას გამოადგეს. საცავში დაახლოებით 1.3 მცენარის გენია შენახული. საცავი ნორვეგიის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს. ის ერთი შეხედვით მარტივი შენობაა, რომელსაც საერთოდ ვერ შეამჩნევ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცულია. რეალურად მთავარი საცავი აქ 131 მეტრის სიღრმეშია მიწაში გაკეთებული, სადაც ჩაღწევა ურთულესია. აქ ჰაერის ტემპერატურა გამუდმებით -18 გრადუსი ცელსიუსია, რადგან სწორედ ამ ტემპერატურაზე ინახება მცენარეთა გენები. გარდა ბუნებრივი სიგრილისა, აქ გაგრილებაზე ულტრათანამედროვე მაცივრები ზრუნავენ. რა მოხდება იმ დროს, თუ კი აქ ელექტრობა გაითიშება და მაცივრები შეწყვეტენ მუშაობას? დამპროექტებლების თქმით, იმისთვის რომ აქ ტემპერატურა მისე მოიმატოს, რომ დააზიანოს მცენარეთა გენები, 200 წელია საჭირო, ასე რომ მცენარეები საიმედოდ არიან დაცულნი. პრეზიდენტი. ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობს თეთრ სახლზე უფრო ცნობილი შენობა. მის შესახებ ხომ ყველა სმენია და ერთხელ მაინც უნახავს ტელევიზორში, გაზეთში ან ინტერნეტში. თეთრი სახლი 1792 წელს ააგეს. 1814 წელს ინგლისელებმა დაწვეს, 4 წლის შემდეგ კი აღადგინეს. დღეისთვის მისი მთავარი ნაწილი 122 ოთახისგან შედგება. პირველ და მეორე სართულის ოთახების უდიდესი ნაწილი ოფიციალური ცერემონიალებისთვის არის განკუთვნილი. მესამე სართული კი მხოლოდ პრეზიდენტის და მისი სტუმრებისთვის. სახლს გარს აკრავს 18 ჰექტარიანი პარკი. მსოფლიოში სახელგანთქმული ოვალური კაბინეტი მოთავსებულია პირველი სართულის მარჯვენა ფრთაზე. საშუალოდ აქ წელიწადში 1.250.000 ტურისტი სტუმრობს თეთრ სახლს. შეიძლება აქ მისულმა ტურისტმა იფიქროს, რომ შენობა თავისუფალია და არ არის დაცული, მაგრამ თუ კი რაიმეს ვერ ხედავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. რადგანაც აქ ყოველფეხის ნაბიჯზე ავტომატ ასხმულ ჯარისკაცს ვერ შეხვდები, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენობა დაუცველია. აქ თითოეული სტუმარი დაახლოებით 3 კვირით ადრე ავსებს ფორმას და თითოეული ადამიანი წინასწარ მოწმდება. თეთრი სახლის გარშემო 24 კილომეტრის რადიუსში ფრენა აკრძალულია. გარდა ამისა, რაკეტსაწინააღმდეგო აღჭურვილობა მთელს ქალაქშია განთავსებული და ერთგვარ დამცავ გუმბათს უქმნის თეთრ სახლს. სახურავზე არსებული რადარი საფრთხის ანალიზს აკეთებს. აქ ყველა ფანჯარა ტყვია გაუმტარია. გარდა ამისა, პრეზიდენტის 2 ოთახი განსაკუთრებით დაცულია, რაც ერთგვარ ბუნკერის როლს ასრულებს. გარდა ამისა, თეთრ სახლში გასაიდუმლოებული სამალავებია პრეზიდენტებისთვის, მოულოდნელი თავდასხმისგან დასაცავად, რომლის არსებობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვისაა ცნობილი. მოკლედ, ეს ერთი შეხედვით დაუცველი შენობა ნამდვილი ციხესიმაგრეა. პენტაგონი. ზოგადად ამერიკა გამორჩეულია ინოვაციებით. აი პენტაგონიც სწორედ ასეთი ნამუშევარია. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინა 5 კუთხედის ფორმის დიდი შენობა. მდებარეობს ვირჯინიის შტატში, არლინგტონის ოლქში, ვაშინგტონთან ახლოს. პენტაგონი ააშენეს 1941-43 წლებში, რათა ერთ შენობაში მოექციათ თავდაცვის უწყების ცალკეული ობიექტები, სულ 17. თავდაპირველად არჩეული ადგილი დაჭაობებული ტერიტორია იყო, სადაც მდებარეობდა მცირე ზომის ძველი აეროპორტი. ჭაობიანი ტერიტორიის სტაბილიზაციისთვის ადგილზე დაყარეს 4,2 მილიონი კვადრატული მეტრი გრუნტი.
მშენებლობა 83 მილიონი დოლარი დაჯდა. დასრულდა 1953 წლის იანვარში. ამ მომენტისთვის პენტაგონი მსოფლიოში უდიდესი საოფისე შენობა იყო, რომლის ფართობი 12 ჰექტარს შეადგენდა და ყველა სართული საერთო ჯამში მოიცავდა 354,000 კვადრატულ მეტრ შიდა სივრცეს დაახლოებით 25,000 ადამიანისთვის. თითოეული ვიზიტორი მკაცრ შემოწმებას გადის. შიგნით აკრძალულია ფოტოების გადაღება, რომ დაცული იყოს მონაცემები. ეს ყველაფერი არ არის. პენტაგონის ეზოში ყოველდღიურად ასობით სატვირთო ავტომობილი შედის. თითოეული მათგანი დეტალურ შემოწმებას გადის და ეს მოიცავს რენტგენსაც. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ოთახების დაცვითი სისტემა. ფანჯრის სისქე აქ დაახლოებით 4 სანტიმეტრია. ის აფეთქებასაც კი უძლებს. შაიანის მთების ბუნკერი. ბუნკერი კოლორადოში მდებარეობს, პირდაპირ მთაში. ის 1950-იან წლებში აშენდა როგორც საბჭოთა ბომბნამშენებისგან თავშესაფარი. აქ არაერთი წელი მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაციების დაგეგმა. აქ რეალურად უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ბუნკერი კლდეში 600 მეტრზეა შესული და მას შეუძლია გაუძლოს ბირთვულ დაბომბვასაც კი. ბუნკერი ისეა დაპროექტებული, რომ მას ვერაფერს აკლებს ელექტრომაგნიტური იარაღის თავდასხმაც კი, რომელსაც როგორც წესი შეუძლია ნებისმიერი ტექნიკის დაზიანება. თუმცა აქ ყველაფერი დაცულია. წარმოიდგინეთ, რომ ამ ბუნკერის ასაშენებლად მთელი 693,000 ტონა გრანიტი სამოთხრა გახდა საჭირო. მშენებლობის დასრულების შემდეგ ბუნკერს გაუკეთეს 1 მეტრის სისქის ლითონის კარი, რომელიც 20 ტონისაა. ბუნკერი, რა თქმა უნდა, დახურულია ვიზიტორებისთვის და დღემდე აქტიურად გამოიყენება სამხედრო საქმიანობაში. მონაცემების საცავი. გინდათ გაჩვენოთ რაღაც, რაც მართლა საოცარია. პენსილვანიაში ხვდებით მონაცემების დამცველ პუნქტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. წლების განმავლობაში ამ საცავის არსებობა გასაიდუმლოებული იყო. სანამ საცავამდე მიხვალ, გზაში არანაირი საგზაო ნიშანი არ შეგვხვდება, ხოლო როდესაც მიხვალ შესასვლელთან, იფიქრებ, რომ აქ ამ კარის უკან არაფერი საინტერესო არ ხდება. თუმცა აქ 65 მეტრის სიღრმეში ჩვეულებრივი ქალაქია აშენებული. წარმოიდგინეთ, აქ არის სახანძრო სამაშველო სამსახური, ქუჩები თავისი სახელწოდებებით, შუქნიშნებით, ავადმყოფობით და მაღაზიებითაც კი. რატომ? იკითხავთ თქვენ. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი საცავი. აქ არის ყველაფერი. დიახ, მართლაც ყველაფერი. სამთავრობო დოკუმენტებით დაწყებული, მუსიკოსების ჩანაწერებით დამთავრებული. მილიონობით დოკუმენტს, რომლებშიც მთელი ისტორიის საიდუმლოებებია შენახული, ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ადამიანი იცავს. გარდა ქაღალდებისა, აქ უამრავი ძვირფასი ციფრული ინფორმაცია ინახება. უსაფრთხოების ზომები აქ საკმაოდ მაღალი დონისაა. ციფრული ინფორმაციის ასლები შენახულია ასევე სხვა საიდუმლო ბაზაზე. თუ კი სერვერი დაზიანდება ერთ საცავში, არა უშავს, მისი ასლი შენახულია სხვა საცავშიც კი. სერვერებს შესაბამისი გაგრილება სჭირდება. აქ გასაგრილებელი სისტემა პირდაპირ მდინარიდან მიღებული წყლით მარაგდება. კედლები, იატაკი და სახურავი წყალგაუმტარია. ასევე დაცულია მიწისძვრისგანაც. 3 ტონიანი ლითონის კართან ათეულობით ჯარისკაცი დგას, რომლებიც მუდამ იცავენ ამ ადგილს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. VC-25 ყველაზე მნიშვნელოვანი თვითმფრინავი. მოდი გამოვახციოთ ამ მიწისქვეშეთიდან, თორემ უკვე ფილტვები დაგვიზიანდება. სუფთა ჰაერზეც გავიდეთ და საინტერესო რამე ვნახოთ. ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავია. პრეზიდენტის თვითმფრინავს აკონტროლებს საიდუმლო სამსახური და სახელმწიფო დაცვის საბჭო. ეს თვითმფრინავები 1986 წელს იქნა წარმოებული და მათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მომსახურება 1990-იან წლებიდან ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს დაიწყეს. მის გარდა მათი გამოყენება შეძლეს ბარაკ ობამამ, დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა. ბოინგი VC-25-ის ერთი თვითმფრინავის ღირებულება 325 მილიონი დოლარია. ჰაერში მას იცავენ გამანადგურებელი ბომბდამშენები, რომლებიც მუდამ მზადყოფნაში არიან, რომ ნებისმიერი საჰაერო საფრთხე გააუნებელყონ. ასევე თვითმფრინავი აღჭურვილია 250 პარაშუტით და შესაბამისი სისტემით, რომელსაც შეუძლია საგანგებო სიგნალი სტიქიური უბედურების ან ხარვეზის დროს 3000 კილომეტრზე გადასცეს. თვითმფრინავს აკონტროლებს თანამგზავრთა მთელი სისტემა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება თვითმფრინავის დაბომბვა, ანტისარაკეტო სისტემა, რაც თვითმფრინავშია ჩაშენებული, იდეალურად იცავს მას. ყველა შიდა საუბარი დაშიფრულია და შეუძლებელია მათი მოსმენა. სახიფათო ზონის თავზე ფრენისას თვითმფრინავს შესაბამისი სისტემების საშუალებით შეუძლია რადარებისთვის შეუმჩნეველი გახდეს. გარდა ამისა, თუ კი საფრთხის გამო თვითმფრინავს არ ექნება საშუალება აეროპორტში დაждდეს, აქ იმდენი მარაგია, რომ ის 3 დღეზე მეტ შეძლებს გაუჩერებლად ფრენას. რეალურად მას შეუძლია საერთოდ არ დაფრინდეს, რადგან ავზის შევსება ხომ ჰაერშივე ხდება სპეციალური დამხმარე თვითმფრინავით.
ვატიკანი. ქალაქ სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა 800 ადამიანზე ცოტა მეტია, ყველაზე პატარა მსოფლიოში. ვატიკანი რომის პაპის რეზიდენციაა და წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიის ცენტრს. ვატიკანის ბიბლიოთეკა, რომელიც ოფიციალურად 1475 წელს 15 ივნისს დაარსდა, ოფიციალური მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილია მთელს მსოფლიოში. ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაახლოებით 2 მილიონი ნაბეჭდი წიგნი, 150,000 ხელნაწერი და საარქივო ტომია. ასევე ხვდებით 8300-ზე მეტ პირველ ბეჭდურ წიგნს, რომელთაგანაც 65 პერგამენტზეა, 100,000-ზე მეტი გრავიურაა და დაახლოებით 200,000 რუკა. აქ არის ასევე უამრავი ხელოვნების ნიმუში, 300,000 მედალი, მონეტა და ძალიან ბევრი სხვა რამ. უამრავი წიგნი, ხელნაწერი და არტეფაქტი ინახება ვატიკანის მიწისქვეშა საცავში, რომელსაც უზარმაზარი ფართობი უკავია და ბევრი საიდუმლო ოთახიც გააჩნია. ეს ადგილი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ბევრმა პაპმა, რომელმაც არაერთი წელი გაატარა ვატიკანში, მის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა არსებობს ვიწრო წრე, რომლებიც ფლობენ საიდუმლო ინფორმაციას და ხელს მიუწვდებათ მიწისქვეშეთში გამოკეტილ დოკუმენტებზე. ვატიკანის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია მთელს მსოფლიოში. მას უფრო მეტად იცავენ, ვიდრე რაიმე გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტებს. შვეიცარიის მრავალრიცხოვანი გვარდიის გარდა, ბიბლიოთეკას რამდენიმე დონის ულტრათანამედროვე ავტომატური სისტემაც იცავს. კი, მაგრამ რა არის აქ ისეთი, რომ არავის უშვებენ შიგნით? ეს კითხვა ლოგიკურია. ზოგიერთი ვერსიით აქ ხვდებით ცნობებს ყველაზე ცნობილი სამხედრო კონფლიქტების შესახებ, თუ ვინ დაგეგმა ისინი წინასწარ სპეციალურად. ცნობებს დროის მანქანაზე, უცხო პლანეტელებზე და სამყაროს აღსასრულზე, თუმცა რა თქმა უნდა ეს ყოველივე ვერსიებია, თანაც დაუდასტურებელი. სიგლენდის საიდუმლო. ვატიკანი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ბევრად უფრო პატარაა და ბევრ საიდუმლოებას მალავს. სიგლენდი არაღიარებული ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში, ყოფილ თავდაცვით პლატფორმა რაფს ტაუერზე მდებარეობს და ბრიტანეთის სანაპიროდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. მის შესახებ თუ არაფერი გსმენიათ, ეს არცაა გასაკვირი. მისი ისტორია საკმაოდ უცნაურია და თავგზას გიბნევს. ვეცდები რომ მოკლედ აგიხსნათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში ააგეს თავდაცვითი პლატფორმები. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს ტაუერი. ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზაინტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ კი პლატფორმების უმრავლესობა უბრალოდ დაანგრიეს, ხოლო რაფს ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა. 1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ორეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს ტაუერი. მათ სურდათ, რომ იქ გასართობი პარკი მოეწყოთ, თუმცა მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა, როი ბეიტსი გახდა ადგილის ერთპიროვნული მფლობელი. მომავალ წელს რონან ორეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით. ამის შემდეგ უკვე 1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას. პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლის ხრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი. 1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება. მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნებოდა ბრიტანეთის იურისდიქციას. რა ხდება შემდეგ? გადავინაცვლოთ 2000-იან წლებში და ვნახოთ თუ რა მოხდა აქ. გაიხსნა მონაცემთა დაცვის ცენტრი. ეს ერთგვარი საცავი იყო, რადგანაც სიგლენდი ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარეობდა, ამ საცავს ვერ შეეხებოდა ვერავინ. ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და ხელშეუხებელ ადგილად. საცავის მფლობელს იმედი ჰქონდა, რომ მისი ადგილმდებარეობა სუვერენულ ტერიტორიაზე გადაარჩენდა მას ბრიტანეთის კანონის შეზღუდვებისგან, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად მონაცემთა ბაზამ არსებობა შეწყვიტა 2008 წელს. მიზეზი არავის დაუსახელებია. ფედერალური რეზერვის ბანკი. ფედერალური სარეზერვო სისტემა შედგება ცენტრალური მმართველთა საბჭოსგან ვაშინგტონში, 12 ფედერალური სარეზერვო ბანკისგან, რომლებიც ქვეყნის უდიდეს ქალაქებშია განაწილებული. ფედერალური სარეზერვო სისტემა დაარსდა 1913 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ფედერალური რეზერვის აქტით. ის შეიცავს 8-დან 12-მდე რეგიონალურ სარეზერვო ბანკის სისტემას, რომლებიც მისი კომერციული წევრი ბანკების მფლობელობაშია და იმართება ფედერალური რეზერვის საბჭოს მიერ. საბჭო და მისი თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ ინიშნება და მათ სენატი ამტკიცებს.
ალბათ ყველა ქურდის ოცნება ამ ადგილზე მოხვედრა. სწორედ აქ ინახება მსოფლიოს ოქროს დაახლოებით 20%. ნიუ-იორკის ქუჩების ქვეშ 25 მეტრის სიღრმეზე 90 ტონა მეტალისა და 140 ტონა ცემენტის ბლოკების ნაგებობაშია მოქცეული ეს გიგანტური საცავი. ამ ყველაფერს კი შესაბამისი მიზეზი გააჩნია. ფედერალური სარეზერვო ბანკის საცავში, როგორც ამბობენ, 6000 ტონაზე მეტი ოქრო ინახება. ამ ადგილზე შეღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეოც დასასრულს მივუახლოვთ და გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და დაელოდეთ ახალ ვიდეოს. დროებით.